მოგესალმებით. თქვენ უყურებთ შინაურულს, ყველაზე მარტივ რეცეპტების არხს YouTube-ზე. დღეს მოგიტანეთ ჩებურეკის რეცეპტი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯოთ. შინაურულზე არის ჩებურეკის რეცეპტი, თუმცა გახმოვანების გარეშე. ამიტომ ჩემი გამომწერების თხოვნით დღეს მას შემოგთავაზებთ გახმოვანებით. მას ასე პირველ რიგში 200 მლ მდუღარე წყალში დავამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. დავამატოთ 2 სუფრის კოვზი ზეთი და კარგად ავურიოთ. წყალი უნდა იყოს აუცილებლად მდუღარე. შემდეგ 400 გრამ ქვილში დავამატოთ უკვე გამზადებული მდუღარე წყალი მარილითა და ზეთით და მოვზილოთ ცომი. ცომი შეგიძლიათ მოზილოთ როგორც მიქსერით, ისე ხელითაც. მე თავდაპირველად ვზილავ ასე ნიჩბით და შემდეგ უკვე შემიძლია მოვზილო ხელითაც. მოზელილი ცომი გავაჩეროთ 20 წუთის განმავლობაში. მანამდე კი მოვამზადოთ ჩებურეკის გულსართი. ჩებურეკის გულსართვისთვის მე ვიყენებ საქონლის ცხიმიან ფარშს ან შერეულ ფარშს. აუცილებელია ჩებურეკის გულსართი იყოს საკმაოდ ცხიმიანი. 300 გრამ საქონლის ცხიმიან ფარშს დავამატოთ 100 მლ ცივი წყალი. სასურველია წყალი იყოს მაცივრიდან გამოტანილი და კარგად ავურიოთ. აქვე დავამატოთ 1 მოზრდილი გახეხილი ხახვი ან გატარებული თქვენი სურვილისამებრ და კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ მარილი გემოვნებით და შავი პილპილი. პილპილიც ასევე თქვენი გემოვნებით. ყველაფერი კარგად ავურიოთ და ჩებურეკის გულსართიც მზად არის, რომელიც ასეთი სისქის უნდა იყოს. ცომი უკვე მზად არის, ასევე გულსართიც. ცომი დავყოთ სასურველ ზომის პატარა გუნდებად. ამ რაოდენობით გამოდის 12 ცალი საკმაოდ დიდი ზომის ჩებურეკი. ახლა კი დავიწყოთ ჩებურეკების ფორმირება. თითოეული ცომის გუნდად ხლად გავაბრტყელოთ. მას დავადოთ 1 სუფრის კოვზი მომზადებული გულსართი და გადავანაწილოთ. შემდეგ ზემოდან დავაფაროთ ცომის მეორე ნახევარი და კარგად შევუწებოთ გვერდები თითების დახმარებით. ასე მოვამზადოთ ყველა ჩებურეკი და ბოლოს ზიგზაგიანი დანის დახმარებით გვერდები გავულამაზოთ. თუ იმ შემთხვევაში არ აქვთ ზიგზაგიანი დანა, გვერდები შეგიძლიათ უბრალოდ ჩანგლის დახმარებით გავულამაზოთ. როგორც ხედავთ, მე უკვე მოვამზადე კლასიკური ჩებურეკები. ახლა დროა ისინი კარგად შევბრაწოთ. გავახუროთ ტაფა და მასზე დავასხათ ბლომად ზეთი და დავდოთ ჩვენი უკვე ფორმირებული ჩებურეკები, რომელიც ორივე მხრიდან კარგად უნდა შეიბრაწოს. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ერთადერთი პატარა ნიუანსი. ეს არის მათი გადმოტრიალებისას სიფრთხილე. ფრთხილად გადმოვატრიალოთ, რომ შიგნით მოთავსებული გემრიელი წვენი გარეთ არ გადმოისხას. როგორც ხედავთ, ჩვენი გემრიელი ჩებურეკები უკვე ძალიან მადისამზვრელად გამოიყურებიან. შინაურულზე არის ასევე სამარხო ჩებურეკის რეცეპტიც, რომელიც მარხვისას აუცილებლად უნდა სინჯოთ. ახლა კი დროა ეს უგემრიელესი და წვნიანი ჩებურეკები დავაგემოვნო. თქვენ კი გირჩევთ აუცილებლად მოამზადოთ ამ რეცეპტით, იმიტომ რომ ეს არის უგემრიელესი რამ. დღეს სულ ეს იყო. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.